როგორც თქვენ იცით, დღეს დილას უკვე 10 საათიდან დაიწყო საარჩევნო უბნებისთვის ინვენტარის გადაცემა და მათ შორის დაიწყო საარჩევნო უბნების მოწყობა. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ მაგალითად ჩვენ გვაქვს ინფორმაცია დილიდან, რომელიც მოდის ჩვენი შტაბებიდან და რა თქმა უნდა ამ ინფორმაციას ჩვენ გაუზიარებთ როგორც საერთაშორისო დამკვირვებლებთ, ასევე მედიას, რომ რეგისტრატორის ადგილზე მაგიდები, სადაც ხედან რეგისტრატორები, სადაც არის განთავსებული მონიტორები, რომელშიც არის საარჩევნო სია, არის რეალურად და დგას ისე, რომ დამკვირვებლებს არ მიეცეთ იმის საშუალება, რომ დააკვირდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც შემოდიან საარჩევნო უბნებზე და ხმას აძლევენ. მე მინდა ყველას უთხრა, მათ შორის ჩვენს დამკვირვებლებს, რომლებიც არიან აქტიურად დღეს უკვე დილიდან ჩართული პროცესში, რომ საარჩევნო კოდექსის 51 მუხლი ძალიან მკვეთრად, ნათლად განმარტავს ერთ რამეს, რომ დამკვირვებლებს უნდა ჰქონდეთ საშუალება ნებისმიერი ადგილიდან დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს. ძალიან მნიშვნელოვანია და მე კიდევ მოუწოდებ ყველა იმ დამკვირვებელს, რომელიც ჩართულია საარჩევნო პროცესებში, რომ რეგისტრატორის ადგილი მაგიდა, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ადგილი იმისთვის, რომ იდენტიფიცირება მოხდეს ადამიანების, ვინ აძლევს ხმას, იყოს კედლიდან მოშორებით და ყველა დამკვირვებელს აქვს იმისი უფლება, რომ იდგეს ამ მაგიდის და რეგისტრატორის უკან. ამიტომ მე დღეს დილიდან, უკვე ჩვენი შტაბი დღეს დილიდან პრაქტიკულად დადის ყველა საარჩევნო უბანზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დამკვირვებლები, რომლებიც იმყოფებიან ადგილზე და კომისიის წევრები, რომლებიც არიან მათ შორის ჩართული, რა თქმა უნდა, ჩვენი კომისიის წევრები საარჩევნო პროცესში, იყვნენ ინფორმირებულები და ისინი არიან ინფორმირებულები იმასთან დაკავშირებით, რომ ნებისმიერი ინვენტარი, ნებისმიერი პროცესი, რომელიც ხდება საარჩევნო უბანზე, უნდა იყოს საარჩევნო კოდექსის მიერ რეალურ კოდექსში გაწერილი, ასე ვთქვათ, ყველა მუხლის შესაბამისობაში. ამიტომ ძვირფასო დამკვირვებლებო, ყველა იმ ადამიანს მეუწოდებ ახლა, რომელიც ჩართული იქნება ხვალ საარჩევნო პროცესში, თქვენ გაქვთ სრული უფლება, რომ დააკვირდეთ პროცესს, მათ შორის დააკვირდეთ რეგისტრატორის მაგიდის უკან, რაც რეალურად მოგცემთ და მოგცემთ იმის შესაძლებლობას, რომ იდენტიფიცირება მოახდინოთ ადამიანების. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და დღის ბოლომდე ქუთაისში და მე ვიცი, რომ ძალიან ბევრ ადგილას შემოწმებული იქნება პრაქტიკულად ყველა საარჩევნო უბანი, ყველა შტაბის მიერ, ჩვენი შტაბის მიერ, თუ როგორ არის ინვენტარი მოწყობილი. მადლობა.